უძველესი ქართული ტაძარი ბანა, რომელიც ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე თავისი არქიტექტურითა და მნიშვნელობით გამორჩეულია. დღემდე მოღწეული ტაძრის ნანგრევები ჩვენი წარსულის უამრავ უცნობ ისტორიულ ფაქტს საიდუმლოდ ინახავს. სპეციალისტებს მისი დეტალური შესწავლის საშუალება არც ერთხელ არ მიეცათ. ტურისტული კომპანია გუთრეველის მიერ ორგანიზებული ექსპედიციის დროს მოამბის გადამღებმა ჯგუფმა ბანას ტაძარიც მოინახულა. მე-9 საუკუნის ტაძრის შემორჩენილ ნანგრევებს განადგურება სრულად ემუქრება. ნახეთ ჩვენი სიუჟეტი თურქეთიდან. თავისი არქიტექტურით ერთ-ერთი გამორჩეული ტაძრის ნანგრევები დღესაც უდიდეს ინტერესს იწვევს. გერმანელი ბოტანიკოსი კაროლ კოხი, რომელმაც მე-19 საუკუნეში ჯერ კიდევ დაუნგროველი ტაძარი დაათვალიერა, აღფრთოვანებული წერდა, რომ აია სოფიას შემდეგ ასეთი სილამაზე და დიდებულება არსად უნახავს. უკვე გუმბათს ჩამოშლილი ბანა დიმიტრი ბაქრაძეს და ექვთიმე თაყაიშვილსაც მოუნახულებიათ. ამ დროს ტაძარი უფრო სრული სახით იყო შემორჩენილი. ბანა არის საუკეთესო მასტურების აბსოლუტურ შეიძლება ძალიან მაგარი. ნაგებობა განაათქვეს, იმიტომ რომ ჯერ კიდევ საუკუნის დასაწყისში, πρώτი საუკუნის დასაწყისში ექვთიმე თაყაიშვილმა ნახა ეს ტაძარი, გუმბათი რაც შეეხება ბანას მნიშვნელობას, ის ქართველთა სამეფოსთან ქალაქი იყო. ამ ნანგრევებს ქვეშ ფიქრობ და ცნობილია, რომ არის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი რამ, რომელიც არქეოლოგის ხელს ელოდება. ტაძრის ნანგრევებში, რომელიც მე-9 საუკუნის მეორე ნახევრიდან ქართველთა სამეფოს სატახტო ქალაქად იქცა, საქართველოს ისტორიისთვის ბევრი უცნობი ფაქტია ჩამარხული. ცნობილია, რომ აქ დაიწერა ჯვარი ბაგრატ მეოთხემ. ბანაშია დაკრძალული ვახტანგ მეოთხე და მისი მეუღლე სიტი ხათუნი, ფანასკერტელის ასული. არც ერთ ქართველ მეცნიერს, რომელმაც ბანა მე-19 საუკუნის ბოლოს მოინახულა, არ მისცემია საშუალება საფუძვლიანად შეესწავლა ტაძარი, ჩაეტარებინა არქეოლოგიური გათხრები. რუსეთ-თურქეთის ომის დროს ბანაში ჯერ რუსეთის ჯარი იდგა, რომლის დროსაც მოხდა ტაძრის აფეთქება. შემდეგ კი ბანა თურქებმა ციხედ გადააკეთეს. ეს არ წარმოადგენდა მხოლოდ, ასე ვთქვათ, სამოცავს ტაძარს, ეს იყო, ესე რომ ვთქვათ, სამეფო სასახლე პალატა ბაგრატიონების, აქაური ტაოელი ბაგრატიონების და აქ იმარხებოდნენ ტაოელი ბაგრატიონები, აქ იწერდნენ ჯვარს ბიზანტიის იმპერატორის ასულებზე, აქ ეკუთვნებოდნენ მეფე და თვითონ ტაოში სულ იყო ორი საეპისკოპოსო კათედრა, ერთი იყო იშხნის და მეორე ბანასი. მიუხედავად იმისა, რომ აი ესეა შემორჩენილი, ხო, აი ამბანცალვას დავდივართ და ყორჩქუფები ჩამოყავს ტურისტები. აი დიდ ასე ვთქვათ ემოციას იწვევს. დღემდე შემორჩენილი ერთადერთი მრგვალი ტიპის ტაძარი ტაო-კლარჯეთში ტურისტული მოგზაურობების მარშრუტში კომპანია გუთრეველს ყოველთვის შეაქვს. ბანა არა მხოლოდ ქართული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლია, არამედ ტაოს დიდებული ბუნების მშვენებაც. მიუხედავად ჩვენი ტურისტების სიმცირისა, სამფლობელო ტურია, მაინც ვცდილობთ, რომ ბანას ტაძარი აუცილებლად ჩავსვათ ჩვენ ტურებში, იმიტომ რომ ჯერ სამახეურებაც ერთ-ერთი განსაკუთრებული დამორჩენილია. მაგრამ მრგვალი ტიპის ტაძარი მხოლოდ ერთი შემორჩენილი და ასე თავისი მნიშვნელობითაც და ისტორიითაც ძალიან საინტერესო ძეგლია. ბანას საეპისკოპოსო ცენტრის ამ უდიდესი კომპლექსიდან დღეს მხოლოდ ნაწილია შემორჩენილი. ძეგლის მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება. საკურთხევლის საყრდენი ერთადერთი შემორჩენილი კედლის ნაწილზე ბზარები მატულობს და ჩამოშლის საშიშროების წინაშე დგას. დანგრეულ და სასწauლებრივად გადარჩენილ ბანას თავისი დიდებულებით დღესაც აღფრთოვანებაში მოჰყავს მნახველი.